მიმდინარე ჩემპიონატის ნახევარი უკან მოვიტოვეთ. განვლილი 12 რბოლის შედეგებით, როგორც პირად ჩათვლაში, ისე გუნდურში ლიდერობს McLaren-ის გუნდი. მათი ბოლიდი თითქმის უკონკურენტოა, მაგრამ 2026 წელს შეიძლება ეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს, რადგან შემდეგი წლიდან Formula 1-ში იცვლება რეგლამენტი, რაც ძალების გადანაწილებას საგრძნობლად შეცვლის. რეგლამენტის მსგავსი ცვლილებები აუთსაიდერ გუნდებსაც კი აძლევს შანსს, რომ წინა პოზიციებზე გადმოინაცვლონ, რადგან ჯერ არავინ იცის, ვინ როგორ შეძლებს ახალ წესებთან ადაპტირებას. დღეს მე მოგიყვებით თუ რა გველის Formula 1-ის 2026 წლის სეზონში. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. FIA-ს განცხადებით, მათი მიზანია, რომ ბოლიდები გახდნენ უფრო მოქნილები და შემცირდეს წინააღობა, რადგან პილოტებს უფრო მეტად შეეძლოთ საბურავში ბრძოლა. რა თქმა უნდა, ახლანდელი რეგლამენტის მიზანიც ეს იყო, მაგრამ გუნდებმა როგორც ყოველთვის იპოვეს გარღვევები, რითიც მათ შეუძლიათ დაწოლის ძალის, ანუ downforce-ის გაზრდა. მაგრამ მათი ბოლიდის უკან წარმოიქმნება ჭუჭყიანი ჰაერი, რაც კონკურენტებს დიდ პრობლემებს უქმნის. ამ ყველაფრის გამო FIA ყოველთვის ცდილობს ისეთი წესების შექმნას, რომ ბოლიდები შეძლებისდაგვარად თანაბარ პირობებში იყვნენ. პირველი რაც მათ შეცვალეს, ეს არის ბოლიდის წონა. შემდეგი წლიდან ბოლიდები 798 კილოგრამის მაგივრად 768 კილოგრამი იქნება, რაც ნიშნავს, რომ 30 კილოგრამით უფრო შემსუფუქდება. ვინც არიცით ამ წონას მშრალი წონა ეწოდება და ამ წონას შედის ბოლიდის, საბურავების და პილოტის წონა, საწვავის გარეშე. ამ წონის მისაღწევად შემცირდება ბოლიდების და სხვადასხვა აეროდინამიკური ელემენტების ზომები. ბოლიდის მთლიანი სიგრძე 5.73 მეტრიდან შემცირდება 5.4 მეტრამდე. ბორბლების დაშორება 3.6 მეტრიდან 3.4 მეტრამდე. ბოლიდის სიგანე კი 2 მეტრიდან 1.9 მეტრამდე. ასევე ბოლიდის ძირი შემცირდება 15 სანტიმეტრით. ამ ყველაფერმა შეიძლება ისეთ ვიწრო ტრასებზე, როგორიცაა მაგალითად მონაკოს უძველესი ტრასა, ბოლო უფრო სანახაობრივი გახადოს. თქვენას ფიქრობთ ზომის ასაცვლილებებზე. საბურავები ისევ 18 დიუმიანი დარჩება, მაგრამ წინა საბურავების სიგანე შემცირდება 25 მმ-ით და უკანა საბურავები კი 30 მმ-ით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაწოლის ძალა 30%-მდე უნდა შემცირდეს. წინაღობა კი 55%-ით, რაც ძალიან დიდი ციფრებია. ამ ციფრების დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პილოტები შეძლებენ ერთმანეთთან ბრძოლას და ასევე დაწვავენ ბევრად ნაკლებ საწვავს. რადგან როდესაც მცირდება წინაღობა, უფრო ნაკლები ენერგია საჭირო მანძილის დასაფარად. მაგრამ ამავე დროს არ უნდა გაუწეს ახალი ძრავები. სრულიად უქმდება MGU-H მოდული. 2026 წლიდან ძრავის სიმძლავრის ნახევარზე პასუხისმგებელი იქნება ელექტროძრავა. ამიტომაც რომ არ შეეცვალათ ბოლიდის ფორმები და ეს ძრავა იმ ბოლიდებზე დაეყენებინათ, რომლებსაც დღეს იყენებენ, Formula 1 გადაიქცეოდა ცირკად. რადგან ბოლიდებს არ ეყოფოდა ძალა განევითარებინათ ის სიჩქარეები, რასაც მიჩვეულები ვართ. წინა ფრთების ფორმები საგრძნობლად შეიცვალა, რომელიც წააგავს იმ წინა ფრთებს, რომლებსაც 2000-იან წლებში იყენებდნენ. მისი სიგანე შემცირდა 10 სანტიმეტრით და ამ იერიდან ორი აქტიური ელემენტი იქნება, რომელიც აეროდინამიკურ ეფექტს შეცვლის. ახალი წინა ფრთების ფარფლები უფრო ცენტრისკენ არის განთავსებული, რაც ფრთის მთავარ ზონას ამცირებს. ამ იერიდან ეს ფარფლები ჰაერის ნაკადს ბოლიდის შიგნით გაუშვებს და არა გარეთ, როგორც ეს ადრე იყო. ფარფლები, რომლებიც საბურავების ზემოდან იყო მოთავსებული, საერთოდ მოაშორეს. ბოლიდის ძირის წინა მხარეს მოთავსდება დიდი გვერდითა დეფლექტორები, რომლებიც აქამდე ჰაერის ნაკადს გარეთ უშვებდა და ბოლიდის ქვედა ნაწილის იზოლირებას ახდენდა და ამ დროს მის უკან ძალიან ბევრ ტურბულენტურ ჰაერს ქმნიდა. ამ ყველაფრის მაგივრად ახალი დეფლექტორები წინა ფრთებიდან და საბურავებიდან წამოსულ ჰაერის ნაკადს ბოლიდის ცენტრისკენ გაუშვებს, რაც შეამცირებს დაწოლის ძალას და შეამცირებს ჭუჭყიანი ჰაერს. რადგან ჰაერის ეს ნაკადი შეუერთდება მთავარ ნაკადს და ბოლიდის უკან გამიზნული ტრაექტორიით გამოვა. ასევე რადიკალურად შეიცვალა ბოლიდის ქვედა ნაწილი. ამ იერიდან გრაუნდ ეფექტი თითქმის აღარ იქნება, რადგან ბოლიდის ქვედა მხარე თითქმის ბოლომდე სწორი იქნება. რა თქმა უნდა, გრაუნდ ეფექტი არსად გაქრება, მაგრამ არ იქნება ისეთი მასშტაბური, როგორც ამჟამინდელ ბოლიდებზეა. თითქოს და ბოლიდები დაემსგავსებიან ძველი თაობის ბოლიდებს, სადაც ქვედა ნაწილი თითქმის სწორი იყო და პატარა დიფუზორი ჰქონდა. პატარა დიფუზორი ჰაერის ნაკადს ისე მაღლა ვეღარ აწევს, როგორც აქამდე ხდებოდა. ასევე აღარ იქნება დიფუზორის უკანა ქვედა და ზედა ფრთების ერთიანობის ეფექტი, რომლითაც ჰაერის ნაკადს ბოლიდის ზემოთ მიმართავდა. ეს ყველაფერი მიიღწევა იმით, რომ უკანა ქვედა ფრთები საერთოდ აღარ იქნება. ის გამოც დიფუზორიდან გამოსული ჰაერის ნაკადი ვერ მიაღწევს უკანა ზედა ფრთებამდე. უკანა ფრთების ფორმაც საგრძნობლად შეიცვლება, სადაც ზედა ორი ელემენტი იქნება აქტიური. წინაღობის შესამცირებლად გამოიყენებენ ამ აქტიურ ელემენტებს, რომლებიც წინა და უკანა ფრთებზე იქნება მოთავსებული, რასაც სხვაგვარად ორმაგი DRS-ი შეიძლება დავარქვათ. მაგრამ ეს არ იქნება ის DRS-ი, რომელსაც აქამდე ვიცნობდით. ამ იერიდან ამ ფუნქციის გააქტიურებას არ დაჭირდება ტრასის კონკრეტული მონაკვეთი, როგორც ეს ადრე იყო. ახლა უკვე პილოტს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს ეს ელემენტები და აჩქარდეს. ბოლიდს ექნება ორი რეჟიმი: Z რეჟიმი, როდესაც წინა ფრთები და უკანა ფრთები დაკეტილი იქნება და X რეჟიმი, როდესაც ფრთები გახსნილი იქნება. რა თქმა უნდა, თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ აზრი, რომ აქამდე DRS-ის გამოყენება მხოლოდ იმ პილოტს შეეძლო, ვინც მდევარის პოზიციაში იყო და გასწრებას ცდილობდა.
ახლა კი ყველა პილოტი სულ გახსნილი ფრთებით იulis და ერთმანეთს ვეღარ გადაუსწრებენ. მაგრამ გეტყვით რომ არა, ეს ყველაფერი ცოტათი კომპლექსურად მუშაობს. პირველ რიგში მთელი დისტანციის გავლა გახსნილი ფრთებით ძალიან ცუდია, რადგან ამ დროს დაწოლის ძალა მცირდება და მოსახვეებში შესვლა და ამ მოსახვეების დაფარვა ძალიან რთულდება. ამიტომაც პილოტებს მოუწევთ ბალანსის მოძებნა და ამ ყველაფრის სტრატეგიულად გამოყენება. ასევე აჩქარების დროს საქმეში ერთვება MGU-K, ძრავის ელექტროელემენტი, რომელიც სიმძლავრის თითქმის 50%-ს აკონტროლებს. MGU-K-ის სიმძლავრე 120 კილოვატიდან გაიზრდება 350 კილოვატამდე. ძრავების სიმძლავრე ისევ 1000 ცხენის ძალის ფარგლებში იქნება, მაგრამ თითქმის ნახევარი დამოკიდებული იქნება MGU-K მოდულზე. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროძრავის სიმძლავრეს იღებს ელემენტიდან, ამ სიმძლავრის გამოყენება მთელი რბოლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, რადგან ელემენტების მუხტი არ იქნება საკმარისი. ამიტომაც ჩვეული DRS-ის ნაცვლად შემოიღეს ახალი რეჟიმი MOM, Manual Override Mode, რომლის გააქტიურებაც ღილაკზე თითის დაჭერით იქნება შესაძლებელი, როგორც ეს DRS-ის დროს იყო, მაგრამ არა კონკრეტულ ზონებში, არამედ მაშინ, როდესაც ეს პილოტს მოუნდება. რა თქმა უნდა, ამ რეჟიმის გამოყენებასაც აქვს თავისი შეზღუდვები. პირველი ის, რომ დევარსა და მის წინ მყოფ ბოლიდს შორის მაქსიმუმ 1 წამის სხვაობა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში MOM რეჟიმი არ გააქტიურდება. და მეორე, ამ რეჟიმის გამოყენების დროს დამუხტული ელემენტი ძალიან მალე კარგავს ძალას და ყოველთვის გააქტიურებული ვერ იქნება. ამიტომაც პილოტებმა ეს ყველაფერი სტრატეგიულად უნდა გამოიყენა. ამ რეჟიმის გააქტიურების დროს ბოლიდს ეძლევა საშუალება დამატებით 9 მეგაჯოული მუხტი დაიმატოს და გამოიყენოს ელექტროძავის მაქსიმალური 350 კილოვატი, რითაც ბოლიდს მაქსიმალურ სისწრაფეს განავითარებს. რა თქმა უნდა, იმის თქმა თუ რამდენად ეფექტური იქნება ეს ყველაფერი პრაქტიკაში ჯერ კიდევ ადრეა, მაგრამ თეორიულად ეს ყველაფერი პილოტებს უფლებას მიცემს უფრო ხშირად იბრძოლონ ერთმანეთში და შემოგთავაზონ ლამაზი ოვერთეიქები. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ახალი სისტემა მოლოდინებს და გახდება ჩვენი საყვარელი სპორტი უფრო სანახაობრივი თუ არა? დამიწერეთ კომენტარებში. ასევე შემდეგი წლიდან ფორმულა 1 გადადის 100%-ით ეკოსაწოლზე. ჩემი აზრით, შემდეგი წლიდან ბევრ სანახაობრივ მომენტს ვიხილავთ. მაგალითად, ავიღოთ წინა და უკანა ფრთების გახსნის და ჩაკეტვის ფუნქცია. მე მგონი დამეთანხმებით, რომ რბოლის დროს შეიძლება პილოტებმა ხშირად დაუშვან შეცდომა და სწორ დროს არ გახსნან ან პირიქით არ დაკეტონ ფრთები, რაც მათ პერფორმანსს საგრძნობლად შეცვლის. იმის გათვალისწინებით, რომ დაწოლის ძალა 30%-მდე მცირდება, შეიძლება რომ ბოლიდებს მოსახვეების გავლა გაურთულდეთ და ამიტომაც გაიზარდოს მთლიანი დისტანციის გავლის დრო. მაგრამ ამავე დროს ბოლიდების სწორ მონაკვეთზე უფრო სწრაფები იქნებიან. მთავარია, რომ ყველაფერი რაც ფურცელზე კარგად გამოიყურება, რეალურადაც ისეთივე კარგი აღმოჩნდეს. Adrian Newey-ის აზრით, FIA მოექცა რამდენიმე ძრავის მწარმოებლის გავლენის ქვეშ, რადგან მათ უნდათ, რომ სხვა ძრავის მწარმოებელი კომპანიები შემოიტყვონ ფორმულა 1-ში. არსებობს ჭორები, რომ არსებულ გუნდებს არ მოეწონათ ეს ცვლილებები და თუ რამე არ შეიცვლება და არ მიაღწევენ შეთანხმებას, ისინი დატოვებენ ჩემპიონატს. მაგრამ ეს ყველაფერი ჭორებია. ასევე გუნდები თვლიან, რომ ფრთების ახალი სისტემა შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. მაგალითად, ამდენი გადართვის დროს შეიძლება ის მწყობრიდან გამოვიდეს და დამხრუჭების დროს პილოტი ფრთების გარეშე დარჩეს. ან მეტოქისთან შეჯახების დროს დაზიანდეს. ამ ყველაფერმა შეიძლება სერიოზული ავარიები გამოიწვიოს. ამიტომაც რეგლამენტში შეიძლება ცვლილებები ისევ შეიტანონ. არსებობს მოსაზრებაც, რომ ბოლიდები შეიძლება 6 ან 8 წამით ნელები გახდნენ. დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ ახალ რეგლამენტზე. მოგწონთ თუ არა ბოლიდის ახალი კონცეფცია? რას ფიქრობთ DRS-ის გაუქმებას და მოგწონთ თუ არა ახალი რეჟიმი MOM? მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი ვიდეოს შესახებ. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოვერთით ჩემს Facebook ჯგუფს Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვებ. სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.